აი ხო იქიდან დავიწყოთ ლაპარაკი, რომ შენო, სანდრო, მარტო რჩები რა. აი სულ ეგ კითხვა მიტრიალებდა და მაგის აღმოჩენას ვცდილობდი. მაგრამ არასწორ ადგილებში ვეძებდი. აი არასწორში. ხან გართობაში, ხან პროფესიის ცვლილებაში, ხან ურთიერთობაში, აი რაღაცა სახლი გამოიცვალე, უცხოეთში წადი, ეხლა ის იყიდე რაღაცა ყიდვებში, ხო ხდები? გეგონა რომ სუცვლილება გჭირდება, ხო? ხო. და მე მოვიგონე რაღაც ეს ფილოსოფია, რომ მე ვარ ეგეთი ადამიანი, რომელიც ვერ ჩერდება ერთ ადგილას და ის უნდა შეიცვალოს და ყველაფერი. არა თურმე? არა, იცი რა? არა. ანუ სტატიკა და სტაბილურობა არ სტაბილურობა, ნახე რა არის. ეგ ხო არაჯანსაღი დამოკიდებულება. აი, რაღაცა რომ კარგი ხდება და რო ვერ ისვენებ და რო გინდა რომ ცოტა ცუდი მოხდეს. ანუ ეგ ხო ემოციების მოხმარება, ანუ მე შეჩეული ვიყავი, რომ რაღაც სისგან სულ უნდა გავიქცე, სულ უნდა დავიმალო. ადრენალინია ეს ყველაფერი არა? ხო და კი, მაგრამ რა, აი, რატო გაჩნდა ეგ? ანუ ეგეთი გავჩდი? თუ იქნებ ძალიან სტაბილურო ბავშვობის რაღაც მომენტში სადღაც ძალიან გამიჭირდა. სადღაც ძალიან შემეშინდა. და აი ამ შიშისგან უნდა გავქცეულიყავი და აი რო წარმოვიდგენთ რომ აი 2 წლის ვარ რაღაცი შემეშინდა, გავიქეცი ამ გაქცევაში. ვიგზენი თავისუფლება, სიმშვიდე და ამ დამალვაში გადარჩენა და ეს პატერნად ჩამომიყალიბდა. და ეხა ეგრე ვუყურებ რა, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც სულ გარბის, რისგან გარბი ხარ?